თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალი რექტორი ხავს ალექსანდრე კვიტაშვილი, სრული მხარდაჭერით სარგებლობს. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. გამარჯვებისთვის კი არჩევნებში 5 კანდიდატი იბრძოდა, მათ შორის იყო რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე კვიტაშვილიც. კანდიდატები აკადემიური საბჭოს წევრებს არჩევნებამდე შეხვდნენ და თითოეულმა სამოქმედო გეგმაც წარმოადგინა. შეგახსენებთ, რომ ყოფილმა რექტორმა გიორგი ხუბუამ თანამდებობა 13 აგვისტოს დატოვა. მან ამის შესახებ განცხადებით აკადემიურ საბჭოს მიმართა. ხუბუას თანამდებობიდან წასვლას წინ უძღოდა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან წიგნების დაკარგვასთან დაკავშირებული სკანდალი, რის გამოც სამართალდამცველებმა ბიბლიოთეკის დირექტორი და რამდენიმე პირი დააკავეს. ხმის მიცემის პროცესი უნივერსიტეტში დილიდან დაიწყო. არჩევნებს ჩვენი ჟურნალისტი ნანუკა იორდანიშვილიც ესწრებოდა. ნანუკა, როგორ მიმდინარეობდა არჩევნები და რა შეგვიძლია გითხრა იმ გადაწყვეტილების შესახებ რამდენიმე წუთის წინ რომ გაცხადდა? არჩევნები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უკვე დასრულებულია. უნივერსიტეტს ახალი რექტორი ყავს. აკადემიურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება და მათ აკადემიური საბჭოს 12-ვე წევრმა ხმა ერთხმად დაუჭირა ალექსანდრე კვიტაშვილს. როგორც საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მიხეილ დევდარიანი აცხადებს, არჩევნებმა წესების სრული დაცვით ჩაიარა და შეეხება აკადემიური საბჭოს წევრებს. ისინი ამბობენ, რომ მათ საკუთარი არჩევანი გააკეთეს იმის მიხედვით, რომ ალექსანდრე კვიტაშვილი არის ყველაზე ღირსეული კანდიდატი და მათ სჯერათ, რომ უნივერსიტეტს ახალ რექტორთან ერთად აქვს უკეთესი მომავალი. დასრულდა აკადემიური საბჭოს სხდომა. გაიმართა კენჭისხრა. აკადემიური საბჭოს მიერ არჩეული არის უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი ერთხმად. არანაირი დარღვევა კენჭისხრის პროცედურა ჩატარდა უნივერსიტეტის წესდების კანონის მოთხოვნის სრული დაცვით. კენჭისხრას ესწრებოდნენ კანდიდატის წარმომადგენლები და დამკვირვებლები, მათ არანაირი შედუშმა არ გამოუცხობ. არჩევნები ჩატარდა პროცედურების სრული დაცვით. და აკადემიურმა საბჭომ ერთხმად რექტორად აირჩია ბატონი ალექსანდრე კვიტაშვილი. ჩვენთვის უნივერსიტეტის თანამშრომლებისთვის და აკადემიური საბჭოს წევრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს დღე. უნივერსიტეტი ირჩევდა თავის რექტორს. მან აირჩია თანამედროვე შედეგზე ორიენტირებული რექტორი და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს აისახება უნივერსიტეტის მომავალზე. თუმცა არჩევნებს უნივერსიტეტში ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია. რექტორობის ერთ-ერთი კანდიდატი გიორგი ლილუაშვილი აცხადებს, რომ მან მიმართა საარჩევნო კომისია სპეციალური განცხადებით, სადაც ის ალექსანდრე კვიტაშვილის რექტორობის კანდიდატობიდან მოხსნას ითხოვდა და შემდეგ მან გვაჩვენა განცხადება, სადაც დაფიქსირებულია მიხეილ დევდარიანის ხელმოწერა, რომ მან დააკმაყოფილა ეს განცხადება. თუმცა დღესვე მას უპასუხეს საარჩევნო კომისიის წევრებმა და მათ განაცხადეს, რომ ასეთი დოკუმენტი მათ არ გაუწიათ და ალექსანდრე კვიტაშვილს ჰქონდა უფლება მიიღო რექტორის არჩევნებში მონაწილეობა. მოკლედ, ჩემს მიერ იქნა შეტანილი განცხადება იმის შესახებ, რომ რამოდენიმე პუნქტისგან შედგებოდა ეს განცხადება. ერთ-ერთი იყო ჩემი მოთხოვნა, რომ არჩევნებიდან უნდა მოხსნილიყო ბატონი ალექსანდრე კვიტაშვილი და თეიმურაზ ურუშაძე. აქედან საარჩევნო კომისიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ჩემი საჩივარი და არ დააკმაყოფილა იმ ურუშაძესთან დაკავშირებით. ანუ ეს არის ნაწილობრივ დააკმაყოფილება ჩემი განცხადების და ურუშაძესთან მიმართებაში არ დააკმაყოფილა. შესაბამისად დააკმაყოფილდა კვიტაშვილთან დაკავშირებით. ანუ ალექსანდრე კვიტაშვილი უნდა ყოფილიყო ამოღებული საარჩევნო სიებიდან და არ უნდა მომხდარიყო დღეს საერთოდ ბიულეტინში მისი სახელი და გვარი. არჩევნების პროცესს ესწრებოდა აკადემიური საბჭოს 12-ვე წევრი. შეგახსენებთ, რომ მათ ერთმა 12-ვე წევრმა მხარი დაუჭირა ალექსანდრე კვიტაშვილის რექტორად გახდომას. მადლობა ნანუკა იორდანიშვილი საუბრობდა აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების შესახებ. შეგახსენებთ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი გახდა.